სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა საქართველოში საკმაოდ დიდია. ქალაქ ბათუმის სოციალური მომსახურების სააგენტოში ოფიციალურად 1816 ოჯახია დარეგისტრირებული. მონაცემთა ერთიან ბაზაში მოსახვედრა დახმარების საჭიროების მქონე ოჯახმა განცხადებით უნდა მიმართოს სააგენტოს. განცხადების განხილვის შემდეგ ხდება ინფორმაციის გადამოწმება, ქულათა შეჯამება და შესაბამისი დახმარების გაწევა სახელმწიფოს მხრიდან. ამ ეტაპზე აჭარის მასშტაბით საარსებო შემწეობის მიღები არის 7800 ოჯახამდე. ქალაქ ბათუმში არის 1816 ოჯახი. საარსებო შემწეობა დღეს მდგომარეობით ენიშნება 57000 ქულის ქვემოთ მყოფ ბენეფიციარებს. ქულების მინიჭებას ითვლის ქულებს სპეციალური მეთოდოლოგია, რომელიც შემუშავებულია ფორმულა და ეს ფორმულა თვლის ქულებს. შედ არის ძალიან ბევრი კომპონენტი ამ ფორმულაში, რომელიც ჩვეულებრივი მოქალაქისთვის და ზოგიერთი ჩვენთვისაც ძნელად გამოსაანგარიშებელია, ამიტომ სპეციალური კომპიუტერული პროგრამა ითვლის ამ ქულებს. სოციალურად დაუცველი ოჯახი არის საარსებო შემწეობის მიმღები და არის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზღვევის მიმღები. ერთი ოჯახი რომ ავიღოთ, ოჯახის ერთ წევრზე არის 60 ლარი, დანარჩენ წევრებზე 50 ლარი. შესაბამისად შეიკრიბება და რაც გამოვა ამ ოჯახს რამდენ წევრიანიც არის. ამბულატორიული მომსახურება აბსოლუტურად უფასოა, უბნის ექიმი, ლაბორატორიული გამოკვლევები, კონსულტაციები, ბავშვების შემთხვევაში იმუნიზაცია, აცრების ჩატარება. ეს ყველაფერი მათ მიეწოდებათ უფასოდ. სასწრაფო გადაუდებელი შემთხვევების დროს სტაციონარული მკურნალობა არის ასევე სრული 100%-იანი დაფინანსებით. გეგმიური ოპერაციების შემთხვევაში ასევე ხდება დაგეგმარება ძალიან სწრაფად მათთვის სასურველ კლინიკაში და ესეც ფინანსირდება 100%-ით. სოციალურად დაუცველ ადამიანს შეუძლია თვითონვე აირჩიოს ქალაქი და სამედიცინო დაწესებულება სადაც ჩაიტარებს მისთვის საჭირო გამოკვლევა იქნება თუ ოპერაციული მკურნალობა. პროგრამა აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სახის დახმარებას, თუმცა ამ საკითხთან მიმართებაში საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა შეინიშნება. ჩემი ცხოვრებაში აფას სოციალურად დაუცველი 1000 მაქვს ქულა. დაზღვევებით ვსარგებლობ, კიდევ ეს ზღარს მიღმა დაზღვევები, რომ სოციალურად დაუცველებს ამას ვსარგებლობ. კმაყოფილი ვარ, ეხლა როცა საავადმყოფოში მიდიხარ და უჩვენებ, რომ შენ პოლისი გაქვს, თუ იქ არ იყვირე და არ იდიჟე და ის უკვე ბოლო ხარ, რაც არ უნდა სასწრაფო ყავდეს. მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ, რომ მე თანხას არ ვიხდი. ძალიან დიდი ბრძოლა დამჭირდა, რომ სოციალური დახმარება გამეკეთებინა დაბალი ქულამოებრივი, მაგრამ სულაც არაფერი 39000 მომანიჭეს გასულ წელს ნოემბერში, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ისე მომიხსნეს. შემდეგ ვიბრძოლე 58000 ქულაზე ავიდნენ, რატო და რა მინახეს ესეც არ ვიცი. ხო და მე მივედი ვიჩხუბე, რაც ვიკამათეს ის ტარიელ ბერიძის წინაშე დაუსახელე. მე რა მაგას არც მალავ და არც ფარავ და კიდევაც კი ვუთხარი რომ მოგიყვან ტელევიზიებს, გავაშუქებ თქვენს წინაშე მეუთხარ და თქვენს წინაშე დავასახელებ, ვისაც არ ეკუთვნის მე ვიცი და ღებულობ სოციალურ დახმარებას. რა ვიცი ისე რა მოხდა, რომ შეეშინდათ ამის თუ რა ვიცი რა მოხდა. მომცეს 45000 ქულა, მაგრამ მაინც არ ვარ ჩემი ქულით კმაყოფილი. იმიტომ რომ არ მეკუთვნის ესე მაღალი ქულა. პოლისი კი მაქვს, მაგრამ რა აზრი აქვს? მიხვალ ექიმთან დიაგნოზ დამისვამს, იმას წამალი ფული უნდა, რომ წამალი იყიდო და დალიო, ხო? რაღაცაც აიმკურნალო. მაგის შესაძლებლობაც არ მაქვს. ცვლილებებია დაგეგმილი უახლოეს მომავალში. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებს სოციალურად დაუცველი სტატუსი განახლებული სისტემით მიენიჭებათ. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალისტები ამ ეტაპზე ქულების დათვლის სამ მოდელზე მუშაობენ და უახლოეს მომავალში საბოლოო ვარიანტზე შეთანხმდებიან. ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად მასწავლებლთა სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო. ელექტრონული რეგისტრაციის შემდეგ დარეგისტრირებულ პედაგოგებს ჩაუტარდათ მოსამზადებელი ტრენინგ კურსები. 70 ლარიანი და 200 ლარიანი სახელფასო და ნამატი მნიშვნელოვანი მოტივატორია პედაგოგებისათვის, რათა წარმატებით გადალახონ გამოცდის ყველა ეტაპი. მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის პედაგოგები რეგისტრაციას გადიან ელექტრონულად, ხოლო ელექტრონულად რეგისტრაციის შემდგომ ჩვენთან წარმოადგენდნენ დოკუმენტებს, ეს იყო პირადობის მოწმობის ასლი, დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და ადგილზე ავსებდნენ განაცხადის ფორმას. ეს დოკუმენტები შემდგომ იგზავნებოდა მასწავლებელთა პროფესიულ
განათლების ეროვნულ ცენტრში. მიმდინარე წელს ბათუმის სკოლების 525 პედაგოგი დარეგისტრირდა სასერტიფიკაციო გამოცდებებისათვის. პედაგოგები სისტემატურად გადიოდნენ პროფესიული გადამზადების ტრენინგებს, მოგახსენებათ, რომ ბათუმში გაიხსნა მასწავლებლის სახლი და ესეც მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს მასწავლებლთა პროფესიულ გადამზადებას. სასერტიფიკაციო გამოცდებზე ბარიერი არის 60% და ის მასწავლებლები, რომლებიც ჩააბარებენ და მიიღებენ სასერტიფიკაციო გამოცდებს წარმატებით ჩააბარებენ და მიიღებენ სერტიფიკატს, მათ ხელფასზე ექნება დანამატი. ხოლო ის პედაგოგები, ვინც ვერ ჩააბარებენ გამოცდებს, მათთვის არაფერი არ მოხდება, ჩვეულებრივად გააგრძელებენ მუშაობას, უბრალოდ არ ექნება ხელფასზე დანამატი სერტიფიცირებული პედაგოგის. წინა წელთან შედარებით აქტიურობამ ცოტათი იკოლო. აქ ის ფაქტორი, რომ სავალდებულო აღარ არის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება, ეს უკვე ნებაყოფლობითია და სექტემბრიდან სავარაუდოდ ამოქმედება მასწავლებელთა პროფესიული სქემაში ჩართობის ახალი მოდელი და გამომდინარე მასწავლებლების ნაწილი თავს ეკავებს სასერტიფიკაციო გამოცდებზე მონაწილეობის მიღებისაგან. 2 ივლისს პედაგოგებმა დაწყებითი კლასების სასერტიფიკაციო გამოცდა ჩააბარეს. საგამოცდო პროცესი 5 საათს გაგრძელდა. დღეს ბათუმის საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს გამოცდა დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისათვის. ჩვენთან ცენტრში ფუნქციონირებს 41 სექტორი. დარეგისტრირებული გახდათ 590 პედაგოგი, გამოცდაზე არ გამოცხადდა 62 პედაგოგი. სამწუხაროდ ერთ-ერთ პედაგოგს მუშაობის პერიოდში აღმოაჩნდა ტელეფონი, რის გამოც ის საგამოცდო პროცესიდან მოხსნილი. ვისთვის მარტივი, ვისთვის საშუალო სირთულის საკითხები. საერთო ჯამში გამოცდიდან გამოსული პედაგოგები უკმაყოფილების მიზეზად დროის უკმარისობას ასახელებენ. დემოტივიზაცია მაქვს ძალიან, იმიტომ რომ ძალიან რთული საკითხებზე დავანებოთ, მასალა არის ძალიან ბევრი. და დრო ეხა შეიძლება ზოგიერთებს უკვირდეთ, რომ 5 საათი როგორ არ ეყო, მაგრამ იქ ანალიტიკური წერა, გააზრება და ჩვენ დაწყებითებში ძალიან ბევრი საგანი გვაქვს ერთად. მათემატიკა, ბუნება ძალიან რთული იყო, ბევრია მასალა. მე ამ გამოცდაზე პირველად არ ვიყავი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მინდა გავსინჯო რა მონაცემ, რა შესაძლებლობა, რა უნარი გამაჩნია და ნუ ეხლა რა ვთქვა, რომ ტესტი იყო ძალიან რთული არა. დაწყებითი მასწავლებლისთვის იყო ნორმალური, ოღონდ ბუნებაში ზოგიერთი საკითხები იყო ისეთი შეტანილი, რომელსაც გაუჭირდება მასწავლებელს ასეთ საკითხებზე და რაც შეეხება დროს, იყო არ არის საკმარისი. პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდა 12 ივლისს უცხოური ენის ზეპირი გამოცდით დასრულდება. ყველა პედაგოგს უსურვებთ წარმატებას. ქართული ოცნების მერობის კანდიდატი გიორგი ერმაკოვი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს შეხვდა და ესაუბრა იმ პრობლემებსა და მათ მოგვარებაზე, რაც გადაადგილებისას ექნებათ. გიორგი ერმაკოვი ასევე შეეხო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმებისა და განათლების თემებსაც. რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის, პირველ რიგში იყო დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ ადაპტირება მოხდება ბათუმის სრულად. ეს პირველი დაპირება ასევე მოხდება განათლების მიღება შეშემოპირებისთვის, ანუ ეკნებათ მათ წვდომა გადამზადებას, მოხდება მათი რო შესაძლებლობა ეკნება გადამზადების პროფესიულად და შეძლონ დასაქმება. ასევე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ის, რომ ჩვეველთა საბჭოში იქნება ერთი წევრი მაინც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, რომელიც მიაწვდის იმ ინფორმაციას და იმ პრობლემებს, რაც არის და რა ხარვეზებით გამოსასწორებელია. ამასთან დაკავშირებით და დასაქმებასთან დაკავშირებით არის შემოთავაზებები, რომ ვიფიქროთ შესაძლებლობები გადავაფასოთ, შევაფასოთ თუ ვისი ჩართვა შეიძლება, ვისი დასაქმება შეიძლება და ასე შემდეგ. მოლოდინი ახლა 1 და 2 წელიწადში ეს პრობლემა რომ არ მოგვარდება, ამაში დარწმუნებული ვარ ჩვენ და ვიცით რომ ეს ხარჯებთანა, ბიუჯეტთანაა დაკავშირებული და ამას მთელი პროცესები აქვს და დაგეგმა უნდა ამ ყველაფერს და ვფიქრობ 2018 წლამდე რაც ვალდებულება სახელმწიფომ აიღო, მანამდე სრულად თავსებადია და შესაძლებელია ამ პრობლემების გადაჭრა, იმიტომ რომ აქ ელემენტარული უბრალოდ გაგებაა საჭირო, რომ გაიგო ადამიანური ფაქტორია, გაითვალისწინო და ჩასვა ბიუჯეტში ის ხარჯები, რაც არის ელემენტარული ხარჯებიდან, თავარია თავში მოხდეს გათვალისწინება, სანამ დააპროექტებ და დაიწყებ ყველაფერს. ჩვეულებრივად ვაგრძელებთ წინასაარჩევნო შეხვედრებს და მე არაერთხელ მგონია შეხვედრა ამ თემებთან დაკავშირებით, ანუ
თემასთან, რომელიც შეეხება განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს, ვისაც ჩვენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ვეძახით. ძალიან მწვავე საუბარი გქონდა სხვათა შორის. მე ვესაუბრე უბრალოდ იმ პრიორიტეტებზე, ანუ იმ საკითხებზე, რომელიც კონკრეტულად ამ თემას შეეხება. ანუ რას აპირებს საომავლოდ მუნიციპალიტეტი, ქალაქის მერია იმის განსახორციელებლად, რომ შეიქმნას ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ადაპტირებული გარემო. ჩემთვის პირველ რიგში აუცილებლად ადაპტირებული გარემო უნდა შეიქმნას და ეს უნდა გაკეთდეს თვითონ მერიაში პირველ რიგში. და რაც ყველაზე მთავარია, ამ ადამიანებმა უნდა ეგნონ კომფორტულად თავი. ადაპტირებული გარემო ერთია, სამუშაო ადგილები მეორეა. ამათ შეუძლიათ ჩვეულებრივად შექმნან იგივე პროდუქტი, იგივე დოვლათი და იგივე სარგებელი მოუტანონ სახელმწიფოს, რაც ყველა ჩვენთაგანს. ჩვენ შორის გაცხოვება არ არის. ამიტომ ეს არის ყველაზე მთავარი. ზაფხულის სიცხე პიკს აღწევს. ტემპერატურის მატებასთან ერთად სანაპიროზე დამსვენებელთა რაოდენობა იზრდება. შესაბამისად, სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალთა სამუშაოც დღითი დღე იძაბება. როგორც საზღვაო სამაშველო სამსახურის სააგენტოს უფროსი მამუკა თურმანიძე აცხადებს, სამაშველო სამსახური დატვირთული სეზონისთვის მზად არის. ჩვენთვის ტურისტული სეზონი გაცილებით ადრე დაიწყო და მზად ვარ ჩვენ ახლა უახლესი ტექნიკა, რომელიც შავ ზღვაზე საერთოდ არც ეს ქვეყნებში არა სამაშველოში ძალიან სწრაფი ტექნიკა გვყავს, სკუტერები გვყავს, კვადროციკლები, მობილიზებული ვართ ფაქტიურად სარფიდან დაწყებული, დამთავრებული ჩოლოქის მასშტაბით, დაახლოებით 120 კაცი გვყავს ჩვენ განლაგებული სარფიდან ჩოლოქამდე, შარშან გვყავდა 100, მაგრამ ტურისტული ზონების ზრდასთან დაკავშირებით წელს დამატებით 20 კაცი დავიმატეთ. აჭარის სამაშველო სამსახურს ყავს 3 ინსტრუქტორი, ერთი მიმართულება არის სახანძრო უსაფრთხოება, მეორე სამთო სამაშველოს უსაფრთხოება, ანუ ალპინიზმი და მესამე არის პირადი სამედიცინო პირველადი დახმარების ინსტრუქტორი, ჩვენ ყავს მუდმივ შტატში. ჩვენ დაახლოებით ამ სეზონზე უკვე გვაქვს სადღაც 150 გადარჩენა ადამიანის სიცოცხლის. ყველანაირ დახმარებას ვუწევთ. ხდება ზღვაში კაპუჭებული ნავი იქნება მობანავი, რომელიც ზოგჯერ ლეიბზე წერს და მზისგან გადახურებულია და მზის დაგვრახ მიღებული მის დახმარება. 12-დან 4 საათამდე მაგარი მზეა და პირდაპირ ზენიტში ამზე არ უნდა ძალიან მაინც გავა ჩრდილში დაიჯდეს. მაშველების მსგავსად ექიმების გვირჩევენ, რომ დილის 11 საათიდან შუა დღის 4 საათამდე მზეზე ყოფნას თავი უნდა ავარიდოთ. ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით დაიწყება უკვე ახლა მზის დამწრობა და მზესთან დაკავშირებული სითბურ ეფექტთან დაკავშირებული გამოძახებები, ანუ სიცხეში სითბური დაკვრა, მზის დაკვრა და ასე შემდეგ. ამასთან მიმართებაში მოსახლეობას ვურჩევ, რომ დღის საათებში, განსაკუთრებით შუა დღეზე, თავი შეიკავონ ზღვაზე და ქუჩაში სიარულისგან. სასურველია მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე, განსაკუთრებით ბავშვებმა და მოხუცებმა უნდა მოერიდონ, რა თქმა უნდა, სიცხეში, ქუჩაში და ზღვაზე სიარულს. ამ სეზონისთვის დამახასიათებელია კუჭნაწლავის დაავადებები, ძირითადად ისევ ბავშვებში და მოხუცებში, შეიძლება ითქვას სეზონთან დაკავშირებით, ანუ საქმიანობასთან დაკავშირებით, ასევე ზღვის წყალთან დაკავშირებით იზრდება კუჭნაწლავის დაავადებები, გასტროენტერიტები. ამასთან მიმართებაში კიდევ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ მიირთვან გარეცხილი, კარგად დამუშავებული ხილი. მერიამ თავისი პროგრამით დაამატა კიდე 3 ბრიგადა ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, იმიტომ რომ გამოძახებების რაოდენობა მატულობს, ჩამოსვლელების რაოდენობა, დამსვენებლების და ტურისტების ჩამოსვლის რაოდენობა მატულობს. ამასთან დაკავშირებით მერიამ კიდე დაამატა 3 ბრიგადა, რომელიც ამ წუთში ფუნქციონირებს და დადიან. ზაფხულში მზე, სიცხე, წყალი და ზღვა დიდ ყურადღებას საჭიროებს. რეკომენდირებულია წყლის დიდი რაოდენობით მიღება. მედიკოს არჩევით ზაფხულში განსაკუთრებით ალკოჰოლური სასმელების მიღებას უნდა ავარიდოთ თავი. გაითვალისწინეთ ეს მცირე რჩევები და სასიამოვნოდ გაატარეთ ზაფხული. კვლევის მეთოდები საგანმანათლებლო კლასში, გადაწყვეტილებათა მიღება მონაცემთა საფუძველზე. ეს არის საკითხები, რომელზეც საჯარო ლექციებს კითხულობდა მიჩიგანის, კარაკასის, ქაიროსა და ილინოისის უნივერსიტეტების განათლების დოქტორი ანა გილ გარსია. უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის 40-მდე ბათუმელ მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცათ.
საპილოტე მიზნობრივი პროგრამა განათლების სამინისტრომ დააფინანსა. ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო, მაგრამ სამწუხაროდ იყო ძალიან ცოტა დრო იმისათვის, რომ უფრო სიღრმისეულად გაგვეგო ინფორმაცია. ტრენინგი შეეხებოდა კვლევის მეთოდების დაგეგმვას და შემდეგ გაანალიზებას. ეს არ არის მხოლოდ სტუდენტებისათვის, ეს იყო მხოლოდ ლექტორებისთვისაც, დოქტორანტებისთვის, მაგისტრანტებისაც. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იქნება თუ ხშირად ჩატარდება ასეთი ტრენინგები, იმიტომ რომ ყველა მაგისტრად, დოქტორანტს უჭირს შემდგომ ამ კვლევების გაანალიზება, რაც შემდგომ აუცილებლად დაეხმარებოდა მათ. ესე იგი, ეს არის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილინოისის შეერთებულ შტატებში მდებარე ილინოისის უნივერსიტეტს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის დასაწყისი, ფაქტობრივად მასე ჩაეყარა ახლა საფუძველი. ანუ ჩემი მიზანი იყო აქ ტრენინგის ჩატარება განათლების ფაკულტეტისა და არა მარტო ამ ფაკულტეტის წარმომადგენლებისთვის, როგორც სამაგისტრო სტუდენტებისთვის, ისე ლექტორ პროფესორებისთვის, ჩამეტარებინა ტრენინგი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აწარმოონ კვლევა განათლების სფეროში, ანუ ფაქტობრივად საკლასო ოთახში, კლასში როგორ უნდა ჩატარდეს კვლევა. და ამ ამ ტრენინგის მიზანი იყო მათი დატანენგა იმისთვის, რომ მათ შეძლონ შემდეგ ამ ცოდნის გამოყენება და მორგება უშუალოდ ქართულ რეალობას იმისთვის, რომ ქართულ სასწავლო დაწესებულებებში ეს იქნება უმაღლესი სასწავლებელი, მაგალითად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი თუ ჩვეულებრივი რიგითი სკოლა ბათუმში, ამაღლდეს ესე იგი დისციპლინა, აკადემიური მოსწრება, გაუმჯობესდეს ესე იგი მათი მაჩვენებელი. და საჭირო არის ესე იგი აქცენტი არა მარტო უმაღლეს სასწავლებელს, არამედ იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოხდება სკოლების შემთხვევაშიც. მე პირადად გახლავართ ფულბრაიტის პროგრამის ერთ-ერთი ასე ვთქვათ მონაწილე, რომელიც 1956 წლიდან ფუნქციონირებს, მოქმედებს უბრალოდ და ამ ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში გადაწყდა ტრენერები, არა მარტო ტრენერების, არამედ ზოგადად ლექტორების და მკვლევარების გაცვლა ქვეყნებს შორის, განსაკუთრებით ჩვენი სახელმწიფო ცდილობს ხელი შეუწყოს ამჟამად გაცვლის ასეთ პროცესს საქართველოს და გააგზავნოს სპეციალისტები საქართველოში. და მინდა კიდევ ერთხელ აღნიშნო იმას, თუ რაოდენ კარგი დრო გავატარეთ, აქ გატარებული დრო ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რაც ის საერთოდ მოსწავლეებს. პროგრამა ზოგადი ხოწოდებით არის უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც სხვადასხვა კომპონენტს ითვალისწინებს, მათ შორის არის სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების მხარდაჭერა, დაფინანსების კუთხით უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების ან დაწყების თვალსაზრისით. ამავე დროს არის პროგრამა, რომელიც კონკრეტულ შედეგზე დღეს ვლაპარაკობთ, ეს არის საჯარო ლექციები უნივერსიტეტში. და როგორ გითხრათ, ეს საპილოტო რეჟიმში იყო ეს პროგრამა, მაგრამ დინამიკა ისეთია, რომ ჩვენ ალბათ უფრო წელგამართულები ვიქნებით მომავალ წელს ის თანხა, რომელიც აკუთვნებთ პროექტისათვის. თუ არ გავარკვევთ, ყოველ შემთხვევაში საგზნობლად გავზარდოთ. დღეს ბათუმის უნივერსიტეტში დასრულდა ილინოისის უნივერსიტეტის ტენორ პროფესორის კაპიტან გილ გარსიას ლექცია თუ ტრეინინგ როგორც დავარქვათ ეს კურსი, რომელიც მონაწილეობა მიიღეს როგორც მაგისტრებმა, ასევე უნივერსიტეტის პროფესორმა, რომელიც ყველაზე აქტუალურ საკითხებს მიეძღვნა მეთოდოლოგია სწავლებისა და ვიცესწრებოდა ჯერ ამ პროცესში დაჯილდოების სერტიფიკაციის დაჯილდოვდა მონაწილეები, ყველანი მომსწრე გახდნენ თუ როგორი კმაყოფილები იყვნენ მონაწილეები ამ პროცესზე და ჩვენთვის ასიამოვნებაა კმაყოფილი თავისი მოღვაწეობით გახდათ კაპიტან გილ გარსიას. მოკლედ რომ შევაჯამოთ ეს პროგრამა, ვფიქრობ რომ ის ყველგან თუ როგორი ინიციატივები იქნება უშუალოდ უმაღლესი სასწავლებლებიდან ჩვენ ესეთი ფორმატი შევთავაზებთ, რომელიც არ გამორიცხავს, რომ თვითონ უნივერსიტეტები პრიორიტეტს მიენიჭებენ რომელიღაც გამორჩეულობას ან შეთავაზებული ვარიანტებიდან, ან ახალსაც მოიფიქრებენ თვითონ. ყოველ შემთხვევაში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ურთიერთკონსულტაციის რეჟიმში ალბათ გამოგვეც მიმართულებას, რომელსაც ჩვენ ესე უწოდებთ უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამა. ბათუმის სამხატვრო აკადემიაში დამამთავრებელი კურსის სტუდენტთა ნაშრომების და სადიპლომო ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ძირითადად ჩამოსხმაზე მუშაობთ, გამოძერწვაზე, თიხაზე ვასხავთ და აი წელს წინა ჩამოსხმული ნამუშევრები, ერთი წლის ნაშრომი, წინა წელს სწავლობდით, წინა პირველი წელი და ეხლა რავი, რასაც
მაინც ვცდილობ თუ აკეთებ და ეს არის ჩვენ ანუ მთელი 2 წლის ნამუშევარი. აქ არის წარმოდგენილი მინაქრის ნამუშევრებით, ჩამოსმა დაყალიბება, თექა, ბატიკა, გობელილი, რავი, ყველაფერია, რაც შევძელით ამ 2 წლის განმავლობაში. დამამთავრებელმა კურსმა, მინაქრის კურსმა, რომლებსაც ვასწავლი ძერწმას. აი ეს ნამუშევრები, მთელი წლის ნამუშევრები წარმოადგენთ ჩვენ აი ამ გამოფენაზე. თავისი გამოძერწილი და გადავიდანეთ მასალაში, თაბაშირში და ტონირება გავუკეთეთ და მე მგონი საინტერესო გამოფენა გამოვიდა. მოულოცავ დღევანდელ დღეს, წარმატებულ დღეს, აი ამ ბავშვებს, ვინც შეასრულეს ნამუშევრები, გამოსაშვები კურსელებს. მოულოცავ ამ ხელმძღვანელობას, რომ ასეთ პირობებში და ასეთ ტრადიციულად აგრძელებენ სახელოვნებო საქმეს და ძალიან მომეწონა ბავშვების ნამუშევარი, ესეთი გულწრფელია ბავშვების ნამუშევარი და აღსანიშნავია, რომ აქვთ ესეთი ნამუშევრები, რომლების რეალიზება სამომავლოდ იქნება ძალიან თავისუფლად მიცემენ ამას რეალიზებას. ერთადერთი შენიშვნა და რაც დამწყდა გული, რომ არ არის სტილოები, ნახატები, ნაკლებია და ალბათ სამომავლოდ მივაქცევთ ყურადღებას, რომ აქცენტი გაკეთდეს აი ამ მიმართულებითაც. შესანიშნავი ნამუშევრებია, როგორც რიგითი ბათუმელისათვის მე მინდა რომ საკმაოდ კარგია ასეთი კურსდამთავრებულების გამოფენა, სტიმულია შემდეგი კურსებისათვის, შემდეგი ახალგაზრდებისათვის, რომ მათაც მოახდინონ მსგავსი გამოფენები, აწარმოონ შესანიშნავი ნიმუშები, მე ვილოცავ მთელ ბათუმს და განსაკუთრებით ამ დაწესებულებას. ბათუმელობა არა მარტო ის, რომ ცხოვრობდე ბათუმში. ბათუმელობა უფრო მეტია. გიყვარდეს ბათუმი და უყვარდე მასაც. რას ნიშნავს ბათუმელობა თითოეული ბათუმელისათვის? ამ ერთ კითხვაზე გაცემული სხვადასხვა პასუხი. საინფორმაციო გამოშვების ყოველკვირეულ რუბრიკაში ბათუმელი. რას ნიშნავს იყო ბათუმელი? ეს იმას ნიშნავს, რომ თელ საქართველოს ერთად გიყვარდეს შენი ლამაზი ქალაქი. დავდადებული იყო ამ ქალაქისთვის. აი ეს ხეები, აი ეს სიმწვანე, აი ეს საზაფხულო თეატრი, აი ეს კორტები და მთელი ეს რაც ბათუმს ამშვენებს ზღვიდან დაწყებული გორამდე უნდა იყო ამის დიდი გულშემატკივარი. გიყვარდეს ადამიანი, გიყვარდეს კაცი, კაცობა, სიმართლე, სამართალი. ყველა ეროვნებას პატივს ცემდე, მაგრამ განსაკუთრებით გიყვარდეს შენი ერი, შენი ქართველობა. გიყვარდეს ყველა ის სპორტული თუ კულტურული ნაგებობები, რომელიც ამშვენებს ამ ქალაქს, დაწყებული თეატრით დამთავრებული. აი, როგორც ახლა გითხარით უკანასკნელ, აი, კორტემდე, სადაც ჩამოდიან და ტურნირებს ატარებენ. ერთი სიტყვით პატრიოტი უნდა იყო. უნდა გქონდეს გადაყლაპული შავი ზღვის კლუბები და ეს შენთვის მწარე კი არ უნდა იყოს ტკბილი. რამდენად ეს შენია, შენი ქალაქის და შენი სიყვარულის წყალია. შენ უნდა გიყვარდეს რაც მთავარია და ყველაზე უმთავრესი შენი ღირსება ამ ქალაქში და თავი უნდა დადო ბათუმლობისთვის. ბათუმი არ არის ესეთი ხელწამოსაკლე ქალაქი, სამყო ქალაქია, სადაც არ უნდა ჩახვიდე ან ჩასულიყავი ადრე და გეთქვა მე ვარ ბათუმი. ყველა
პირვებით შემოგხედავთ დედა აგერ ბათუმელი კაცი არისო ეს იყო ბორჯომი შოვი უწერა ეს იყო ბაკურიანი რომელ კურორტზეც არ ყოფილ ყოველთვის თავი მომწონებ ჩემი ბათუმით კატა სუფთა როგორც ხელის გული ტკბილი როგორც დედის რძე და ლამაზი როგორც ლამაზი ქართველი გოგონა და გოგონები ბათუმში თვალ წარდაცები არიან ერთი მეორეზე უკეთესები შეხედეთ ეს ახლა უმეტესობა ხანში შესული ხალხია ბათუმლები რომლებსაც ბათუმისთვის ბევრი რამ გაუკეთებია ბათუმლები ეს საზოგადოება ბათუმელს მე სიარულზე ვიცნობ რომ მოდის შემიძლია თქვა ეს არის ბათუმე სიარულზე შევატყო ბათუმი მშვენიერების ქალაქია თუ გაივლი ბათუმში ერთხელ მაინც იგემებ ამ ბულვარის სიტყვას და მის შახბats ჯაისუნთქ არასოდეს დაგავიწყდებ ამ ქალაქის სიამთკბილობ მე ბევრამეს და რაც მთავარია ქალაქი მარტო სახლები კი არა ლამაზი სახლები საზოგადოება ბათუმში თვალის მომწაცი მართალია ცოტა ამ ბოლო დროს აირია საზოგადოების გზა კვალი ინტელიგენცია ისე ვერ გადაგებს როგორც ეს აზრე იყო მაგრამ მაინც ბათუმი ბათუმს უსურვებ როგორც ტკბილია დედის რძე როგორც ტკბილი დედის ძუძუ როგორც ტკბილია დედა აი ასეთ სიტყვას უსურვებ ბათუმს თუ ბათუმელი ხარ ერთი 10 ხე მაინც უნდა კონდეს დარგული და ყველა ბათუმელს უსურვებ რომ 10 კი არა 100 ხე და ერგოს ეხარებიოს და ბათუმის სასახელოდ ყველაფერი გააკეთებინოს ბათუმი წირვალე ბათუმი სპეტაკი ბათუმი პატიოსანი აჭარის გული და აჭარის დედა ასეთი მინდა იყოს ყოველთვის ჩემი ლამაზი